თბილისში კონფერენცია გაიმართა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტების ტრანსფორმაციაში ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობას მიეძღვნა. კონფერენციაზე ხაზი გაესვა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებას აკადემიური პერსონალის ჩართულობით. ქართულ მწერლობაში ასახული ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი როლის გამოკვეთას აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდათ საკონფერენციო მასალების კრებული, რომელიც ღონისძიების ფარგლებში გამოიცა. კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან და შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტთან ერთად განხორციელდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლიტერატურული ურთიერთობები ეს არის ძალიან დიდი თემა და ძალიან საინტერესო თემა. აფხაზური ლიტერატურა, ჩემი აზრით, იშვა ქართული ლიტერატურის წიაღში და ურთიერთკავშირები და ურთიერთგავლენა იყო ძალიან დიდი. ეს ფაქტობრივად ერთი რაღაც საერთო ლიტერატურის ორი ძალიან საინტერესო მიმართულება იყო და აი ამის კვლევა, ამის წარმოჩენა და თუ შესაძლებელი გახდება აღდგენა ისევ იმ კავშირების, ეს იქნება ძალიან დიდი საქმე, რომელიც ხელს შეუწყობს აი ამ დიდ მიზანს, რომელსაც ჩვენ ვისახავთ. მომასპინძლეთ კონფერენციას, რომლის მიზანია ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობებში კონფლიქტის ტრანსფორმაცია, რომელიც ხაზს უსვამს ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აფხაზეთის მთავრობა და იუსტიციის სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო მომავალში გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას და აქტიურად ითანამშრომლებს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან. ასეთი კონფერენცია, რომელიც დღეს სტარტდება, შეიძლება იყოს ერთი ის ხმა, შეიძლება სუსტი, მაგრამ წვეთობით ამ ხმებს დაემატება სულ და იქნება ძლიერი ხმა, იქნება იყოს ქართველმა და აფხაზმა ერთმანეთისგან გზა, რომელიც აი ამ 21 საუკუნის დიდ ომებს დასაწყისს გადაარჩენს და ერთობლივად ამ გზით სამშვიდობოს გავხდით.